მე ვარ მეორე ადამიანი უსინათლო, ვინც ასწავლის მხედველ ადამიანებს ცურვას, ერთი არის ამერიკაში. თლათ უნიკალური არა, მაგრამ როცა მეორე ხარ სოფლიოში რაღაც ცოტა განსაკუთრებული გზნობა გიჩნდება, კი. მე ვარ ნიკა თვაური, მოცურავე, ხმალთევზა. მე ვარ ცურვის მასწავლებელი, მოტივატორი, ბლოგერი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ყოფილიყავი ცურვის ინსტრუქტორი. უბრალოდ მე მინდოდა რომ ადამიანებს ვისაც საშუალება არ ჰქონდა ინსტრუქტორის, ან უბრალოდ ისეთ ადგილებში ცხოვრობდნენ, სადაც არ იყო აუზები და იყო ძალიან გახშირებული ადამიანების დაღუპვა წყალში, ტბებში, მდინარეებში, აუზი ზოგადად უსაფრთხოა. ვიფიქრე, ჩემ წვლილს შევიტანდი ადამიანების ამ სფეროში განათლებისთვის და უბრალოდ დავიწყე იმ გამოცდილების გაზიარება ვიდეოებში, რა გამოცდილებაც მე მქონდა მიღებული. 16 წელია უკვე ეროვნულ ნაკრებში ვცურავ და ამ ადამიანებისთვის აღმოჩნდი მოტივატორი და ამ მიმართულებითაც დავიწყე ვიდეოების გაკეთება. პირველად ონლაინ დავუკავშირდი ნიკას. მაგ დროს ვიცოდი მეთნაკრებად ცურვა. საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ბევრად განსხვავებულ დავალებებს მეუბნებოდა. შესაბამისად, ახალი გამოწვევა იყო და ბევრად მეტი მოტივაციაც ჰქონდა გაუმჯობესებით. და ამის მერე ყველას, ვისაც ვეუბნებოდი, რომ მე ვერ ვხედავ და თუ თქვენთვის არ არის ეს პრობლემაო, აღმოჩნდა ის, რომ ადამიანებისთვის ეს არ ყოფილა პრობლემა. ანუ ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო და ძალიან დიდი მოულოდნელობა და ძალიან ბედნიერება, იმიტომ რომ მე მარიესთანაც მაქვს ეს ნათქვამი, რომ მოვა ის დღე, როდესაც მოხდება ისე, რომ ადამიანი ვინც ვერ ხედავს, ზუსტად იმნაირი ადამიანი იქნება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრებაში თქო, ჩვენ ქვეყანაშიც თქო და აი ზუსტად ეს დღე დადგა, თვითონ საზოგადოებამ მოიყვანა ეს დღე და ეხა ბევრი მოსწავლე მყავს პრინციპში, თითქმის ადგილი არ მაქვს და თითქმის ყველა სწავლობს ცურვას. სოფლიო ბრინჯაოს მერე 2015 წლის მერე ეს არის მეორე მომენტი, როდესაც მართლა ბედნიერი ვარ ჩემი საქმით. მეც ბევრად უფრო მეტად დავწმუნდი იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერ გააკეთებს და ვერ მიაღწევს თავის მიზანს და არა მხოლოდ ჩემთვის დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება ეს სამაგალითო და მამოტივირებელი. საერთო ჯამში გამოვიდა ის, რომ ადამიანები სწავლობენ ცურვას, თანაც ხუმრობით ვიტყვი, მათ რასაც ვეუბნები, სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა ცურვისა, რადგან თუ არ იცურავებენ, მათ ცნელი ვერ დაინახავს და ჩაიძირებიან.